მშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღეს ნეოსრომე ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მელელა ბაღდაოძე ვარ, გაცემას კი პოლიტიკოსი გიგი წერეთელი გახსნის. კახეთში ქორწილში მომხდარ ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. თელავის სასამართლოში პროცესი ამ წუთებში უნდა დაიწყოს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს, თუმცა მეტი დეტალი მოდით ჩვენი ჟურნალისტისგან. გავიგოთ, პალტრანიუსის კორესპონდენტი ეკა ლემონჯავა იმყოფება თელავის რაიონულ სასამართლოსთან და ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთება. ეკა, დილამშვიდობის და გითხარით, რა ხდება ახლა ადგილზე. სულ რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს თელავის რაიონულ სასამართლოში გიორგი ჭიღლაძის სასამართლო პროცესი. დღევანდელ ხტომაზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. როგორც ცნობილია, სახელმწიფო ბრალდება ჭიღლაძის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭიღლაძე მას შემდეგ გათავისუფლდება, რაც ის ამ თანხას გადაიხდის, თუმცა დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე იშუამდგომლებს იმას, რომ გიორგი ჭიღლაძე საპატიმრო გირაოს გარეშე იყოს გათავისუფლებული. არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლე თამარ კაპანაძემ სწორედ დაცვის შუამდგომლობა დააკმაყოფილოს და გიორგი ჭიღლაძეს ხტომათა დარბაზიდან გათავისუფლდეს. რაც შეეხება თავად საქმეს, ჯერ კიდევ გუშინ საღამოს გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაავრცელა მიმართვა თავად ბრალდებულმა გიორგი ჭიღლაძემ. ის აცხადებს, რომ აპირებს ბრძოლას მისი ღირსების დასაცავად და ასევე გამოთქვამს წუხილს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მისი ქმედების შედეგად დაზიანდა ქალი. ასევე მიმართვა გაავრცელა გუშინ ქორწილის ღონისძიების წამყვანმა მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა. ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა პოლიციის შენობაში 2 დღის წინ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისიც იყო დაკავებული, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება იყო პოლიციელების სიტყვერის შეურაცხყოფის მიყენების გამო. ალექსანდრე მრელაშვილი მადლობას უხდის პოლიციელებს მუშაობისთვის, ამბობს, რომ არანაირი სახის სიტყვერის შეურაცხყოფას არც მისი და პოლიციელების მხრიდან ადგილი არ ქონია. ასევე განცხადება გაავრცელა გუშინ 2-ჯერ თავად სასტუმრომ. ბოლო განცხადებაში სასტუმროს ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ინციდენტი თავიდან აეცილებინათ. ამავე განცხადების მიხედვით ქორწილის ღონისძიებაზე მყოფ პირებსა და სასტუმროს სტუმრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 20 საათსა და 16 წუთზე დაიწყო. ამის შემდეგ უკვე ჩაერთო სიტუაციის განეიტრალებაში სასტუმროს უსაფრთხოების სამსახური და სასტუმროს თანამშრომლები, თუმცა სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ სასტუმროს განცხადების მიხედვით მათ სამართალდამცავები 20 საათსა და 39 წუთზე გამოიძახეს, ანუ სიტყვიერი დაპირისპირების დაწყებიდან დაახლოებით 23 წუთში სასტუმროდან 112-ში განხორციელდა ზარი. რაც შეეხება თავად ინციდენტში მონაწილე რუს ქალს, ჩვენ ვესაუბრეთ მის ადვოკატს, როგორც ის აღნიშნავს, არანაირი სახის პროვოკაციას არ ჰქონდა ადგილი მისი დაცვის ქვეშ მყოფისა და მისი თანხლები პირების მხრიდან. უფრო მეტიც ის ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ დაბადების დღეზე, მათ გახსნეს შამპანური აივანზე, რასაც მოჰყვა სტუმრების მხრიდან გაღიზიანება, თუმცა ამის საპირისპირო ვიდეო კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში და თავად სასტუმროს განცხადებაში საპირისპირო რამ არის ნათქვამი, კერძოდ კი სასტუმროს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სასტუმროს სტუმრების მხრიდან საუბარია რუსეთის მოქალაქეების, მოხდა გარკვეული სითხის გადმოსხმა აივნიდან, რაც დაესხა აპარატურას და დაზიანდა. ამ ბრალდებას უარყოფს რუსეთის მოქალაქის ადვოკატი, აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა. რაც შეეხება დაზიანებას, გარდა იმისა, რომ თავად ბრალდებულის მხრიდან ხელის მოქნევის შედეგად რუსეთის მოქალაქემ მიიღო დაზიანება. დაზიანება აქვს თავად ბრალდებულსაც, თუმცა ამას ეჭვქვეშ აყენებს ადვოკატი, რომელიც დაზარალებულს იცავს. მოკეთ, საინტერესო პროცესი გველოდება წინ. გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან უკვე ეტაპირებული არის ბრალდებული გიორგი ჭიღლაძე. საინტერესო იქნება, რა განცხადებას გააკეთებს ის დღევანდელ სასამართლო პროცესზე და როგორც უკვე გითხარით, არ არის გამორიცხული ხტომათა დარბაზიდან გათავისუფლდეს გიორგი ჭიღლაძე.
მადლობა ეკა, ჩვენი ჟურნალისტი ეკა ლემონჯავა გვერდებოდა თელავის რაიონული სასამართლოდან პირდაპირ ეთერში. ახლა კი ნიუსრუმი და ჩვენი პირველი სტუმარი, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიგი და მადლობა. გამარჯობა, მივესალმები თქვენს მაყურებლებს. ბატონ გიგი, თელავში მომხდარი შემთხვევა და მასთან დაკავშირებული გარემოებები კვლავ განსაკუთრებული ინტერესის საგანია, ამიტომ მოდით დავიწყოთ სწორედ იმის შეფასებით, რაც კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას ვიხილეთ, როგორც ჩვენი ჟურნალისტის ჩართვისგან მოვისმინეთ, თელავის რაიონის სასამართლოში სწორედ ამ წუთებში უნდა დაიწყოს გიორგი ჭიღლაძის პროცესი, რომელიც რუსი ქალის მიმართ, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურა მის მიმართ 5,000 ლარიან გირაოს ითხოვს, ანუ გიორგი იზოლატორიდან დღესვე გათავისუფლდება, თუმცა მაინც აი რა პრობლემებს აჩვენებს მომხდარი. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ბევრი შეფასება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მოქალაქეები ჩვენთან თავს არა სტუმრად, არამედ მასპინძლად გრძნობენ და მეტიც საქართველოში აღარ იგრძნობა, რომ რუსეთი არის მტერი. აი რატომ და როგორ მივედით აქამდე და სად და რა შეგვეშალა? მე რამდენიმე დღე არ ვიყავ საქართველოში, ვარ ამას ვადევნებდი თვალყურს, იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატის გარდა ეს იყო ალბათ ყველაზე უფრო ესეთი განხილვადი თემა სოციალურ მედიაში და მედიაშიც, იმიტომ რომ ეს ცდება რაღაცა ერთი ინციდენტს, ხო, ასე აღიქვა, მე ვფიქრობ საზოგადოების კონიერმა ნაწილმა ეს ამბავი, რომ ეს არ არის რაღაცა ერთი ფაქტი მხოლოდ, მე საერთოდ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ფაქტები ძალიან ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ალბათ ჩვენი მოქალაქეების უფრო ასე ვთქვათ ტოლერანტული პოზიციების გამოხატულება, რომ ასე არ მწვავდება ძალიან ბევრჯერ, თორემ რუსეთის იცით რა არის, აი ამ ყველაფერში საერთოდ რუსული პოლიტიკის თავარი საკვანძო ამბები იგრძნობა. ხო, ეს დიდი ქვეყნის შეგრძნება, ეგრეთ წოდებული ძერჟავნიკული მიდგომები ყველაფერში. მე არ მინახავს მაგალითად ამერიკელი ან ევროპელი ტურისტი, რომელიც აი აქ იქცევა იმგვარად, როგორც იქცევიან რუსები. შესაძლებელია ახლა ის ხალხი, რომელიც აქ ჩამოდის, თუნდაც წინასწარი განწყობით ჩამოდის, რომ აქ რაღაცა ცუდი უნდა დახვდეს და ეს მათი ასე ვთქვათ, დაცვითი რეაქცია, რაღაცა კომპენსატორულია, რომ იქით შეუტიონ და იქით აგზობინონ, რომ აი ჩვენ აქ ბევრი უფლება გვაქვს, მაგრამ ეს გვაქვს, მაგრამ ეს ზოგადად მომდინარეობს, საერთოდ ხო გეუბნებით, აი ამ რუსული კაგებიდან სამყაროსი აღქმის, სამეზობლოსი, საერთოდ ადამიანებთან დამოკიდებულების, რომ ეს ყველას მიეჩნია, რომ ეს არის ძლიერი ქვეყანა, ყველა პატიუნაცა და მით უმეტეს საქართველოსთან დამოკიდებულება, რომელიც მათ მუდმივად ჰქონდათ, ახლა ეს რაღაც უკაცრავად, მაგრამ ყურით მოთრეული ამბები, რომ აი რაღაც ვიღაცები გიждდებიან საქართველოს უყვართ. კი, ახლა შეიძლება ასეთი ადამიანები არიან, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში რუსი ხალხიც, მათი დიდი ნაწილიც გამოხატავს იმ პოლიტიკას, რომელიც არის ქვეყანაში. და ეს არის სწორედ ის, რომ მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს უნდა იყოს მათი ხმა, ისინი უნდა იყვნენ ბატონები, ჩამოდიოდნენ გასართობა, ჩვენ უნდა ვიყოთ მომსახურე ერი და ამის გამოხატულება არის ყოველდღიურად ალბათ ძალიან ბევრგან. ეხლა ესმის რომ საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც შემოსავლებია, აქედან ეს უხარია და მოწონს, მაგრამ უნდა ესმოდეს ამის ფასი რა. და მე როცა ვადარებ დავასრულებ, როცა ვადარებ ამერიკელს და ევროპელს, ახლა ამას შედარებაც არ უნდა, ხო, მათი განწყობები არის სხვა, არა მარტო ამერიკელი და ევროპელი, სხვა შორის რომ არ ვიცი, ალბათ არაბული ქვეყნებიდანაც ჩამოსულია და გაწილებით უფრო ან თურქეთი და რა ვიცი, მე მგონია რომ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, მოგრძალებით იქცევიან, ვიდრე რუსი ტურისტები. ეხლა ეს კარგია რომ ამ ბიჭს არაკავებენ, ეხლა ძალადობა ძალიან მძიმე ამბავია. ზოგადად და ეხლა ეს კადრებიც ხო პირველი არა ვარ, ვინც ყველა არავის სასიამოვნო არ არის, მაგრამ ხო ძალადობა რო იყო, მეორე მხრიდან და პროვოცირება იყო და რა ვიცი, ჩაშალეს ქორწილი და ამ ბიჭს ხელში წვდნენ და ეხლა რუსეთს არა მარტო მშვიდობიანი და ტუჩები დაბერილი ტურისტები ყავს, ქალები, არამედ ყავს ესენი, რა ქვია, ჯუდოს ჩემპიონები, სამბოსი და MMA-ის მებრძოლები და ეხლა ეგეთთან თუ მოხდა კონფლიქტი, რაღაცა შეიძლება მოხდეს მართლა. ნუ ეხლა ამას რა თქმა უნდა მე უტრირებას ვახდენ, მაგრამ და ძალადობა ერთ მნიშვნელოვნად არ ვარგა, მაგრამ ეხლა
ეს ხალხი როგორ იქცევა, რასაკეთებს და როგორ გამოყავთ წყობიდან ადამიანები, ეხლა ეს ყურადღების მიქცევა ხო უნდა სახელმწიფოს განსაკუთრებით ხალხის მიმართ ეს კითხვაც მინდა დავსვა და რატო აი სწორედ სახელმწიფოს მიმართ ისმის პრეტენზიები იმის თავაზე რომ ჩვენს ქვეყანას და ხელისუფლებას არ აქვს საკუთარი თავის ღირსების დაცვის ასე ვთქვათ შეგრძნება როცა საუბარია რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით ჩვენი პრობლემა თავგასული რუსების არსებობა კი არა ეს მუდმივად ასე იქნება არამედ ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება საკუთარი თავის ღირსების კანონებისა და მოქალაქეების მიმართ აი ციხიდან აფასებს მაგალითად ასე პოლიტიკოსი ელენა ხოშტარია კახეთში მომხდარს აი როცა საუბარია და ბევრი საუბრობს იმაზე რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება არ არის სათანადო და ხელისუფლება არ იცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას აი იქნება განმარტოთ კონკრეტულად რა გვაქვს მხედველობაში ანუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას მაშინ სახელმწიფომ იგივე რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში რომ აი ეს პოლიტიკა და დამოკიდებულება შეფასდეს როგორც სწორი ანუ ეს უნდა იყოს თქვა სავიზო რეჟიმის შემოღება რუსეთის მოქალაქეების მიმართ თუ ეს უნდა იყოს რა ორი ამბავია ერთი იმის გაგრძელება რაც მე ვთქვი ზოგადად დამოკიდებულება და განწყობა ეხლა მე არ უყურებ რუსულ არხებს შეიძლება ეს ცუდიან უნდა იცოდე ხო შეიძლება წინააღმდეგ ისე თქვა პროპაგანდა როგორია მაგრამ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ეხლა ბოლო პერიოდში ბუნებრივია საქართველოს ხელისუფლების მიმართ დღევანდელი ქართული ოცნების მიმართ რუსეთის დამოკიდებულება მათი ხელისუფლების მოდი ასე ვთქვათ კრემლის პუტინის შესაძლებელი არის განსხვავებული ხო ჩვენ არ გვესმის მუხარები ჩვენ გვესმის ხშირ შემთხვევაში შეკება იმისათვის რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უპირისპირდება ევროპას უპირისპირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაბამისად ახმა იმისა რომ ეს რაღაცა მათთან მოთანამშრომლე რეჟიმი არის ეს მათ მოწონთ და შესაბამისად ეს რაღაცა აგულიანებს კიდევაც ხო აქ როცა ჩამოდიან იციან რომ ახლა მაგალითად მათ ნაკლებად დააჯარიმებენ რაღაცა მოხდება ისევ შეიძლება ჩვენი თანამოქალაქე გაამტყუნონ და ამის ბევრი ფაქტებია ხო ამიტომ ეს დამოკიდებულება ეს გამომდინარეობს ბუნებრივი იმ პოლიტიკიდან რომელიც არის ახლა როდესაც აქ ვერ ხედავენ მე იმას კი არ რომ ჩვენ ახლა სტუმარ მასპინძლობაზე ვარი ვთქვა და ნუ კი ბატონო ჯანდაბას მაგრამ გასართობად ჩამოსულ ადამიანებს ვარი უთხრათ მაგრამ ეხლა დამოკიდებულება ხო უნდა ესმოდეთ ამ ხალხს რა არის ოკუპანტი და რა არის არაოკუპანტი მაგალითად ის ქვეყანა და ხალხი რომელიც გიშავებს ის ხალხი რომელიც ხარს უჭერს კრემლის და პუტინის პოლიტიკას ის ხალხი რომელიც ყოველდღიურად ასე ვთქვათ ცდილობს რომ წარმოაჩინოს რომ უკრაინა მარცხდება და საერთოდ უკრაინა არ უნდა არსებობდეს როგორც ქვეყანა და რატო გონია ჩვენ თუ რუსეთს ასეთი დამოკიდებულება აქვს რომ უკრაინა არ უნდა არსებობდეს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო საქართველოსზე რატო ეგნებათ ეს განცდა რომ საქართველოს უნდა იყოს დამოუკიდებელი განვითარება არა აქვს ეს განცდა არა მათ უნდა როგორც დიდ მაპატიეთ მაგრამ დიდ რესტორანს ისე უყურებენ დიდ სასადილოს რაღაცას ამ ქვეყანას სადაც მუსიკა უკრავს და ვიღაცები ემსახურებიან ნუ ეხლა ეს განცდა აქვს ეხლა რაც არ უნდა მეკამათოს მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ ხალხს სხვა შორის ბევრი რომელიც დღეს რუსეთზე ლაპარაკობს საერთოდ არც იცის რუსი უნახავს მარტო ტურისტად არ ჩასულა და მესმის რომ პოლიტიკური ვითარების ამბავია მაგრამ ის თაობა ვინც ეს კარგად ვიცით ეს ამბავი და კარგად ვიცნობთ ამ ხალხს კი 1000-ში ვიღაცას გამოარჩევ ერთი კარგი ყველგან არის მაგრამ ბევრი არ არის განწყობით ამიტომ და მე მეორე ნაწილს ვამბობ ერთი ნაწილი უყურეთ რა არის ესეც სახელმწიფო პოლიტიკის ამბავია ხო რაც მე ვთქვი განწყობის შექმნა აი იმ ყველაფრით რასაც აკეთებენ თავის განცხადებებით ბოდიშებით მეორე ნაწილი არის უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების ამბავი. იმიტომ რომ ეხლა თქვენ რო ახსენეთ სავიზო რეჟიმი, მე არ ვიცი ეხლა არქივები არსებობს, როცა დაიწყო ეს რაღაც შემოტინება ამ რუსების და ბევრი რაღაცა გახარებული იყო, აბა ფული მოდის და ასე შემდეგ და ერთი მეორე. ჩვენ ბევრი მე ელენეც და ჩვენს და რა ვიცი ეხლა ოპოზიციაც ვაცხადებით იმას, რომ არ შეიძლება ამ პროცესს ასე მიშვება. იმიტომ რომ რუსეთს გარდა გასართობად ჩამოსულა იმ გასართობშიც ყავს უამრავი ეს არის ტოტალიტარული ქვეყანა და ეხლა იქ თუ არის მაგალითად პირობითად ვამბობ რაღაცა პროცენტი FSB-სთან დაკავშირებული ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ საქართველოში ვინც შემოდის მათთან უამრავთან ამყარებენ კავშირს და რა დავალებებია გამხალს რას აკეთებენ რა უნდა სად რა პროვოკაციას მოწყობენ
კიდე ერთხელ მე არ ვიცი ხა ფაქტები, მაგრამ აქაც არის ეჭვები რომ შეიძლება რაღაც იყოს. ზუსტად საინტერესო ესე ვთქვათ ნაწილამდე კონტექსტამდე მოხვედით და ეს თემა აი ეს კონტექსტი მინდა რომ გავშალოთ, იმიტომ რომ მართლაც საინტერესო და შეიძლება ითქვას რომ სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება უშუალოდ თელავში აი ქორწილში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რუს ქალზე, აი გუში მაგალითად პალტრენოსის ეთერში, უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამულაშვილი ჩაერთო ემა ტუხიაშვილს, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ეს ქალი იყოს ის, ვის მიმართაც უკრაინაში ძებნაა გამოცხადებული. საუბარია ძებნაში მყოფ ქალზე, რომელიც ასე ვთქვათ, რუსეთისთვის სასარგებლოდ აღმოჩნდა, რომ მუშაობდა. სახელმწიფო პოლიტიკაზე როცა რას ცვლის ეს ინფორმაცია, თუ კი რა თქმა უნდა დადასტურდა, რომ ეს ქალი, რომელიც აი ამ ინციდენტში მონაწილეობდა, არის არა მხოლოდ რუსეთიდან ჩამოსული ტურისტი, არამედ შესაძლოა ის იყოს რუსეთის ჯაშუშური ქსელის ბუნებრივია. უკვე ამ ინფორმაციაზეც რა რეაგირება უნდა ქონდეს ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს ესეც გვი. უპირველეს ყოვლისა შეცვლის სამართლებრივ მიდგომას, იმიტომ რომ ხო თუ აქ დადასტურდება რომ რაღაცა ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებს, არ ვიცი, მე მგონი სისხლის სამართლის კოდექსი არსებობს და მარტო ოპოზიციაზე არ უნდა მოქმედებდეს ეს, ხო? ეს არის სწორედ აი ამ სამწუხარო ქართული ოცნების პოლიტიკა, ორმაგი მიდგომები, ეს იქნება ქალზე თავდასხმა შეურაცხყოფა თუ იქნება, რა ვიცი, საბოტაჟი თუ ჯაშუშური საქმიანობა და ასე შემდეგ, ხო? აგერ დაძდებენ პოლიტიკოსებს, ჩვენ კოლეგებს, ყველას და რა ხდება საერთოდ, რა ვიცი, ერთი თუ ორი იყო 14 წლის განმავლობაში, ვითომ აღმოაჩინეს ვიღაცა რუსეთის ჯაშუში, ხო? წარმოიდგინეთ თქვენ რამდენი იქნება საქართველოში, აი ეხლა ვინც მისმენს ძალიან ბევრგან ეს რუსეთის მოქალაქეები კირაობენ, ეხლა მე ქსენოფობი კი არა ვარ, კაცო, კირაობენ და ყიდულობენ და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხო? აქაც რაღაცა ლიმიტები უნდა არსებობდეს, როცა ეს ოკუპანტი ქვეყანაა, ალბათ, ხო? რაღაც რეგულაციები უნდა იყოს, არ ვიცი. მაგრამ ის ხალხი, რომელიც ლიფჩი შეხვდება და რუსული აქცენტით გამარჯობა გეტყვით ან მადლობა, ეს ნასწავლიათ, ეს ტრენინგები ჩატარებული. შეიძლება ეს ძალიან უწყინარი ქალბატონია, რომ ბატონო, არის ჩვეულებრივად ჯაშუში, რომელიც სხვა საქმიანობას აკეთებს. ჯაშუშობა მარტო სროლა კი არ არის. ინფორმაციას აგროვებს, რაღაცას უკვე გადაცემს, იქ ფოტოებს იღებს, იმისი რაც ჭირდება, მოკლედ რაც არის, ხო? და სადღაც როცა დაჭირდება, პროვოკაციას მოაწყობს, სადაც როცა დაჭირდება, შეიკრიბებიან, შეიძლება რამდენიმე 10,000 შეიკრიბოს, რომელიმე მოედანზე და მოითხოვონ უფლებების დაცვა და კანონმდებლობა ეგერ მხარს უმაგრებთ, ხო, რომელიც პუტინმა მიიღო თავისი მოქალაქეების დასაცავად. ისე როგორც ანექსიას ახორციელებს რუსეთი და ოკუპაციას ახორციელებს, უყურეთ, აი აქვთ ეს თავისი გაიდლაინი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო, ხო? ჯერ იწყება მომზადება ადგილობრივად, მერე იწყება პასპორტების გააჩნდება, მერე აძლევენ ამ პასპორტებს, მერე უკვე თავის მოქალაქეების დიდ, ასე ვთქვათ, ჯგუფებს ქმნიან და მერე ამათ დაცვაზე უკვე პრეტენზიას აცხადებენ და ის მოქალაქეები კიდე იქ თავისუფლებებზე აცხადებენ პრეტენზიას და ასე ხდება ეს ამბავი. ამიტომ ეს ძალიან ძიმე და საფრთხილო საქმეა, ურთულესი ამბავია და კიდე ერთხელ ვამბობ, აქ თუ სახელმწიფო არსებობს და მას აქვს ინსტრუმენტები, კიდე ერთხელ გავიმეორებ, არა ოპოზიციისკენ მიმართოს და ოპონენტებისკენ და თავისუფალი მედიისკენ და არასამთავრობო სექტორისკენ, არამედ სადაც საფრთხეა, იქ მიმართოს ეს. და მე ძალიან ნაკლებად მჯერა იმის, რომ ახლა ეს ხალხი ყველა აღრიცხულია და ყველა იციან, ვინ ჩამოდის და ზისთვის ჩამოდის. თორე ახლა ასეთი ფაქტები, აი ბევრი მგონია, რომ ყველა რესტორანში, სადაც ეს ხალხი შედის, მსგავსი პროვოკაციები შეიძლება მოაწყოს, ან აწყობენ კიდეც, ან რაღაცა ცდილობენ და ესეც რუსული პროპაგანდის ნაწილია. მე ამტკიცებენ ამას ძალიან დიდი საშუალებები აქვს, ხო, აი როგორ ჩაგრავენ რუსეთს. ხო ეს არის სამხედრო დოქტრინის ამბავიც ესაა, რომ აი ნატოს უნდა გაანადგუროს რუსეთი, ევროპას უნდა გაანადგუროს რუსეთი, ამერიკას უნდა დაჩაგრონ და ეს არის დაჩაგრული ხალხი, რომელიც თავის უფლებებისთვის იბრძვის და იპყრობს ყველას ირგვლივ. აი ეს არის, ხო, მე მგონია, რომ ეხა ამ ბიჭს ჭიღლაძეს, ხო, ნუ გასაგებია ეხლა ეს რაღაცა აფექტური ამბავი, ხა გამართლება ეხა კიდე ერთხელ ვამბობ, ეს ქალის ამბავიც საქართველოში უკვე ისე შეატრიალეს, რომ აგერ ჩვენ ნახეთ, ხო, ეგეთ სასტუმრო საქართველოსთან მუშტი დაარტყეს გოგოს და დააგდეს ძირს და ხმა მე მგონი არავის არ გაუწია. აი, ზუსტად ასეთი ფაქტებიც არსებობს.
ამის გამართლება ნამდვილად კარგი არ არის და არც არავინ არ გაამართლებს, მაგრამ უნდა იყოს სამართლიანი მიდგომა, რატომ მოხდა, როგორ მოხდა და ვინ არის ეს ხალხი. სამწუხაროდ ბევრი დრო არ გვაქვს ამიტომ სხვა აქტუალურ საკითხებსაც მინდა რომ ცოტა დრო დავუთმოთ, მათ შორის აი გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, სხვა შორის თვითონ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელა საკუთარ ვებგვერდზე, რომ აი გერმანიაში საქართველოს ელჩად დანიშნული ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს არწმუნებათა სიგელს უკვე 23 ივლისს გადასცემს, ანუ ალექსანდრე კარტოზია დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ შეუდგება ოფიციალურად დიპლომატის პოზიციაზე მუშაობას. აი როგორ აფასებთ ამ ამბავს და მეორე მხრივ როგორ ფიქრობთ რატომ დასჭირდა ოფიციალურ ბერლინს ქართველი ელჩის მისაღებად ამდენი თვე, როცა ალექსანდრე კარტოზია მაყურებლებს რომ გავახსენოთ, გერმანიაში ელჩად 2025 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა და დაინიშნა თავად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან ამავე წლის 10 სექტემბერს გაცემული აგრემანის საფუძველზე. ხო, ნუ ეხა ეს ხო რაღაცა დეტალია ერთი, მაგრამ ესეც ასახავს იმ დამოკიდებულებას, რომელიც დღევანდელი ქართული ოცნების პოლიტიკის საფუძველზე არსებობს ევროპაში. მე ხშირად მიხდება ყოფნა და მიხდება არა ტურისტად, არამედ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებზე და ამას ყველაფერს კარგად გძნობ თუ როგორ ასე ვთქვათ, ვიხმარო ეს სლენგი, ასე ვთქვათ, ჩამოლაბორანტებულია ჩვენი ქვეყანა ამ ადამიანების ხელში, ვინც დღეს გააწყოტელებას იღებს, ხო? არავისთვის დასამალე არ არის რა ვითარება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, საერთოდ როგორი დამოკიდებულება, რა რიტორიკა, როგორი ლანძღვაგინება ევროპის მიმართ და ესეც არავის არ დაუმალავს არც ერთ ქვეყანას, მათ შორის არც გერმანიას, რომ მინიმიზირებული აქვს საერთოდ ურთიერთობები და პროგრამები შეჩერებულია და ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ახალგაზრდები ბევრი ვერ სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ. ამიტომ ეს ფაქტიც ახლა ეს რაღაცა განგრძობითი შეიძლება პროცედურებს უკავშირდება და დარწმუნებული ვარ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას ახსნის, რომ რაღაცა იქ იყო რამდენიმე თვე ამას ჭირდება, იმას ჭირდება, მაგრამ რაღაცა გარკვეული არაფერი სასიამოვნო მათთვის ამ შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობა მის ხელისუფლებასთან, დღევანდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში არ არის. და სანამ ეს გაგრძელდება ასე, იგივე ხამ ტრამპის წევრთან იყო ხო, კიდე დიდი აჟიოტაჟი არ ვიცი, დარწმუნებული ვარ ამის მნიშვნელოვნად რაღაცა გამოყენება ხდება, აჟიტირება ხდება, რომ აი ტრამპმა მოწერა პრემიერ-მინისტრს და თელი ამბავი ხარ რეალობა. მე მგონი ბევრჯერ განიმარტა, რომ ახლა ვინც მიწერა და მიულოცა, ალბათ იმის 99% ავტომატურად გაუგზავნეს უკან, იქ არც ქვეყანას ახსენებენ და არც ამას და არც იმას, მაგრამ თუ და ჩვენ საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს, ხო, რა საფრთხეებია ეს ყველაფერი მოქმედებს არა მარტო იმაზე, რომ ვიღაცას 10 თვით აგრემანი გაუგზავნოს და აგრემანის მიღება, ეს მოქმედებს ყველა ფაქტორზე, ყველა სექტორზე, ინვესტიციებით დაწყებული, რა ვიცი, ჯანმრთელობაზე, მზრუნველი ადამიანების საუცხოეთში წასვლაზე, ხო? საქართველოს მოქალაქე დღეს სამწუხაროდ არ არის ისე დაფასებული, არ უყურებენ იმგვარად, როგორც უყურებდნენ თუნდაც რამდენჯერმე გაიმეორებ ბატონ გიგი, რომ იგივე კარტოზიას ყოფნა ხო მოლოდინის რეჟიმში 10 თვის განმავლობაში ასახავს იმ დამოკიდებულებას, რაც არსებობს ქართული ოცნების ხელისუფლების ელემენტი ამაში. მაშინ კიდევ ერთი კითხვა ხა ალექსანდრე კარტოზიას ელჩად დანიშვნას მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერა აქვს. ყაველაშვილი კი არც საქართველოს პრეზიდენტად ამ დრომდე არ ხავს მოხსენიებული თვითონ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ოფიციალურ ბერლინს და იცით თქვენ შალვა პაპუაშვილი თუ რაღაც ქართული ოცნების სხვა ლიდერები მთელი ეს პერიოდია ბერლინს წავედ სწორედ ამ გარემოების გამოც აკრიტიკებენ, რომ მათ საიტზე საქართველოს პრეზიდენტად ისევ სალომე ზურაბიშვილი რჩება. აი საბოლოო ჯამში ალექსანდრე კარტოზიას დანიშვნის პროცესის წინ წასვლა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ გერმანიის ვებგვერდზე ჯერეთი მალე ჩასწორდება საქართველოს პრეზიდენტის შესახებ ინფორმაცია და საბოლოო ჯამში აი გერმანია მოგვიანებით თუმცა პრეზიდენტად ცნობს მიხეილ ყაველაშვილს. ნუ გერმანიას არ გაუწყვეტია საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები და ხა სანამ ეს გაწყვეტილი არ არის, მანამდე ხა ასეთი ამბები იქნება, ხო? ელჩაც ალბათ მიცემენ ამ თანხმობას რაღაცა შეიძლება გასწორდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში არ გასწორდება.
ის დამოკიდებულება ბოლომდე, რომელიც არის გამოწვეული კონკრეტული ამბებით, ხო? ეს არის იმ რეპრესიული პოლიტიკით, ანტიდასავლური პოლიტიკით. გუშინ 600 დღე შესრულდა პროტესტის და რატოა ეს პროტესტი, ხო? ეს ხალხი სოციალური პრობლემების გამო ხო არ გამოდის, გადასახადების დაწევას ხო არ ითხოვს, ხელფასების გაზრდას ხო არ ითხოვს, ითხოვს იმას, რომ პოლიტიკური პატიმრები არ უნდა იყვნენ და თავისუფალი სიტყვის გამო ადამიანებს არ უნდა დევნიდნენ ქვეყანაში და ადამიანებს უნდათ რომ აირჩიონ ის, ვინც უნდათ. და არა ის, ვინცაც მოახოვენ თავს. შესაბამისად თავისუფალი არჩევნები. ამიტომ ეს პრინციპები თუ არ იქნება, ანუ ფუნდამენტური საკითხები, ხო, ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფალი სიტყვის დაცვა, პოლიტიკური პატიმრების არარსებობა, არჩევნების არსებობა, თავისუფალი არჩევნების და ბუნებრივია, თუ გინდა იყოს დასავლეთთან ნორმალურ ურთიერთობაში, ის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. გერმანიის დამოკიდებულება მე ძალიან კარგად ვიცი. შტაინმაიერსაც ვიცი, გერმანიის პრეზიდენტს არაერთხელ შევხვდები და ძალიან კარგად ვიცნობ საგარეო საქმეთა მინისტრს ვადეფულს. წლებია. და მე ვიცი მათ დამოკიდებულება პირადად ბევრჯერ მომისმენია, დაინტერესებაც და ეხლა საქართველოს არ არის მთავარი საკითხი გერმანიისთვის დღეს სამწუხაროდ საბედნიეროდ იმიტომ რომ მთავარი საკითხები არის დღეს გლობალური პოლიტიკა, უკრაინა და ჩვენ ვიცით გერმანია როგორ არის ჩართული, როგორ უჭერს მხარს უკრაინას, არის ირანის საკითხი, არის ამერიკასთან ურთიერთობის საკითხი და სხვა და სხვა, მაგრამ საქართველოს არავინ არ უნდა ჩათვალოს, რომ გვერდზე იქნება გადადებული ის მთავარი საკითხები, რაც ჭირდება ამ ქვეყანაში დემოკრატიის ჭირდება. არჩევნები ახსენეთ, აი სულ რამდენიმე წუთი დაგვრჩა, თუმცა მინდა მოვასწრო ბოლო კითხვის დასმა სწორედ არჩევნებთან დაკავშირებულ თემაზე და ამავე დროს აი ვიქტორ ყიფიანის პოზიციასაც გამოვხმაუროთ. ის არის ახლად შექმნილი ოპოზიციური პარტიის მაყურებელმა იცის ჯერ საქართველოს დამფუძნებელი და მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ პოლარიზაციის დასრულებაზე უნდა იფიქროს, ისე როგორც მიიჩნევს რომ თავი უნდა მოუყაროთ რეალური თანაბარი სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გარკვეულ წესებს და ამ წესებზე მმართველ პარტიასთან საუბარი დაიწყოთ. აი იზიარებთ თუ არა აი ახლად შექმნილი პარტიის დამფუძნებლის ხედვას და საჭიროა თუ არა მართლაც საარჩევნო წესებზე დიალოგის გახსნა ქართულ ოცნებასთან და ბოლო-ბოლო ჩანს თუ არა რომ რეალურად ერთადერთი გზა რითაც საქართველოს შეიცვალოს არის სწორედ არჩევნები. კარგია ვიქტორი და მისი გუნდი გამოვიდა ასპარეზზე. მე ვფიქრობ, რომ ვიცნობ რა მათ და ძალიან კარგად ვიცნობ ვიქტორსაც და ბევრს ვინც არის მათ ერგულო, მათი შეხედულებები მეტნაკლებად ვიცი, არ გონია რომ შეიცვალოს ეს ყველაფერი სწრაფად. ეს არის დასავლეთზე ორიენტირებული ხალხი და დემოკრატიულ მომავალზე ქვეყნის დარწმუნებული ვარ. ხა ოპერირების მოდელი როგორი იქნება, ვისთან ექნება კონტაქტი, ვისთან ექნება მეტი თანამშრომლობა, ამას ჩვენ ვნახოთ, მაგრამ არაფერი ახალი აქ არ არის. ეს წესები, თუ კი არა, ხა ვიქტორს კი არ ვაკრიტიკებ, სწორად ამბობს ამას, მაგრამ ეს წესები შემუშავებულია. ხა ჩვენ მაგალითად მათ შორის ევროპული საქართველოს მონაწილეობით ჯერ კიდევ აი სანამ ალიას შეიკრებოდა მანამდეც და მერე უკვე ოპოზიციის ალიასმა ღიად გამოაქვეყნა ის წესები რაც არის ასე ვთქვათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი და რა პირობებში ჩაითვლება არჩევნები სამართლიანად მეტნაკლებად ხო ეს არსებობს მაგრამ მეორე ნაწილზე გადავდივარ ხო ეს ამაში ვეთანხმები რაც შეეხება ეხლა იმას რომ ოპოზიციაში პოლარიზაცია და ოპოზიცია ერთმანეთს არ უნდა უპირისპირდებოდეს და დიდი ფრონტი იყოს ეს რა თქმა უნდა იდეალური ამბავია ჩვენ ვცდილობთ ამას, ყოველ შემთხვევაში ჩვენი პარტია და ბევრი სხვა პარტიაც ამას ცდილობს. არ ვიცი მეტნაკლებად ეს როგორ გამოვა, ამას კიდევ ვნახავთ, მაგრამ აქაც არის პრობლემები. რაც შეეხება დიალოგს საზოგადოებასთან, ეგრეთ წოდებულ ასე ვთქვათ დღეს ქართული ოცნების მთავრობასთან, თუ ქართული ოცნებასთან, კი ბატონო, მათ ხელისუფლებასთან, დიალოგი ხომ მტერთან არის საჭირო და საბოლოო ჯამში ყველაფერი აქეთ ჩვენ ხედავთ, ხო? ტრამპი იქნება თუ სხვა იქნება, მუდმივად რაღაცა ირანია თუ უკრაინა თუ სხვა არის, საბოლოო ჯამში რაღაც შებრძოლება, მერე დიალოგია, სულ დიალოგზე და ეს ბუნებრივი ამბავია. საბოლოო ჯამში აბა ერთმანეთის განადგურებით ხო რა დასრულდეს ეს ყველა ხო წარმოუდგენელია, ხო, იგივე ქართულ ოცნებას რა ისიც არის დღეს არჩეული მიმართულება, ხო, რომ აი მოწინააღმდეგე სულად უნდა გაანადგუროს. ანუ დიალოგზე თანახმახ. მე ვფიქრობ იმას, რომ რაღაცა მომენტში უკვე ამ დიალოგს პირობები ჭირდება. ლელა არაერთხელ გითხოვს, ეს ხალხიც ამას ითხოვს.
ეს ხალხი ითხოვს რა, საერთო ორ ძირითად ამბავს თუ სამს რეპრესიის დასრულება, პოლიტიკური. აი ამას ყველაფერს ჭირდება ამ საკითხებზე დიალოგი. ბუნებრივია, შესაძლებელია. ბუნებრივია, როდესაც რაღაცა ნაბიჯი გადადგამს ქართული ოცნება, როცა რეპრესიას დაასრულებს, დევნას დაასრულებს, პოლიტიკური პატიმრები. აი ამ პირობების გარეშე ბატო გიგი. რა? ამ პირობების გარეშე. პირობების გარეშე ხარ, როგორ შეიძლება დიალოგი თვითონ რაღაც პირობებს მოიცავს, უპირობო დიალოგი მე არ გამიგია. რას ნიშნავს უპირობო დიალოგი? ჩვენ ვხვდებით და მაინც ამ საკითხებზე რო დავსვდეთ მაგიდასთან, ამ საკითხებს გავხსნით. ასე რომ ეს მიმაჩნია. არა მარტო ვიქტორს და ბევრ ჩვენთაგანს, ვინც დღეს ოპოზიციით უფრო რადიკალურ ადამიანებსაც კი ვიდრე შეიძლება მე ვიყო, რომ საბოლოო ჯამში ეს რა თქმა უნდა ასე უნდა გადაცნეს. საბოლოო ჯამში ცივილიზებულად დიალოგით უნდა გადაცნეს, მაგრამ მანამდე სანამ დიალოგამდე მივალ და მაგიდასთან დავსვდებით, არის კონკრეტული საკითხები გადასაწყვეტი. და აი მაგალითად ელენე ხოშტარია და ბევრი ჩვენი მეგობარი ციხიდან წერილებს არ უნდა იწერებოდნენ. მადლობა ბატო გიგის სტუმრობისთვის, თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის. გიგი წერეთას რომ მშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერთება, ასე რომ დაგვერდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, პარტია გახარია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი თამარ კეკენაძე იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა კაპიტან თამარ და მადლობა რომ შემოგვერდეთ. გამარჯობა, მადლობა მოწვევით. კაპიტან თამარ, აი გავყვეთ აქტუალურ საკითხებს, მათ შორის თელავის რაიონის სასამართლოში უკვე დაიწყო გიორგი ჭიღლაძის პროცესი, რომელსაც რუსი ქალის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ბრალდება. საუბარია კახეთში ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის დროს მომხდარ ინციდენტზე და აი ამ ფიზიკურ დაპირისპირებაზე და მოდით ჩვენი ინტერვიუც ამ საკითხის შეფასებით გავხსნათ, მით უფრო რომ ამ ქალბატონის შესახებ დამატებითი და შეიძლება ითქვას რომ სკანდალური ინფორმაციებიც კი ვრცელდება. კერძოდ, როგორც უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი აცხადებს, ინციდენტში მონაწილე რუსი ქალი შესაძლოა იყოს არა მხოლოდ რუსი ტურისტი, არამედ შესაძლოა ის იყოს უკრაინის მიერ ძებნილი, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ მუშაობა ედება ბრალად. რამდენად ცვლის სურათს ეს ინფორმაცია და რა რეაგირება უნდა ჰქონდეს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უკვე არა მხოლოდ უშუალოდ ქორწილში მომხდარ ინციდენტზე, არამედ იმ ინფორმაციაზეც, რომელსაც ვისმენთ რუსეთის მოქალაქის შესახებ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. პირდაპირ გეტყვით, რომ ახლა ჩემთვის რთულია ვიმარჩიელო, არის თუ არა ეს ადამიანი, რომელიმე ქვეყნის მათ შორის რუსეთის აგენტი. ამ ყველაფერს პირველ რიგში უნდა იკვლევდეს ქართული ოცნების რეჟიმი და ეს მამუკა მდინარეც რომ გამოდგება ხოლმე და ძირითადად დაკავებულია სხვებზე და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე ანგარიშტორების დაორგანიზებით. პირველ რიგში ის უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ ამ ქვეყნის საზღვარს ვერ ლახავდნენ, მათ შორის თუ ეს ასე არის რუსეთის აგენტები. ზოგადად ამ ინციდენტში ალბათ კიდევ ერთი რაც საინტერესოა და არის აღნიშნულიც მინდა არის ის ცინიკური დამოკიდებულება, რაც ზოგადად ქართულ ოცნებას აქვს ძალადობის მიმართ. ხომ, ანუ ეს არის ხელისუფლება, რომელიც თვითონ ახალისებს ძალადობას, თვითონ ახდენს აი ამ პოლარიზაციის ხელშეწყობას და მე როდესაც ხდება მსგავსი ინციდენტები, პირველ რიგში ხელს იშვარს საკუთარი მოქალაქისკენ გვესმის ეს გამოხმაურებები, რაც ხდება მათ შორის სოციალური მედიით და ნაცვლად იმისა, რომ ცდილობდეს რომ უბრალოდ გაერკვეს რეალურად რა მოხდა და რეალურად პირველ რიგში მიიღოს ზომები იმისთვის, რომ ამ ტიპის ძალადობები არ ხდებოდეს, მაშინვე იწყებენ ხოლმე თავდასხმებს, განსაკუთრებით თუ რაღაცნაირი აღქმა აქვს, რომ შეიძლება ეს ადამიანები, ვინც აი ამაში იყვნენ ჩართულები, არ იყვნენ მათი მხარდაჭერით, ხო? ამიტომ რეალურად ის, რომ ქართული ოცნება რაღაცა მორალს გვიკითხავს იმაზე შეიძლება თუ არა ძალადობა და ძალადობა რო დასაგმობია, აი ეს არის ყველაზე მეტად ცინიკური, იმიტომ რომ ყველა გამოვლინებაში ყოველდღიურად ხედავთ განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, როგორ მიზანმიმართულად ნერგავს ქართული ოცნება პოლარიზაციას, ძალადობას, არა მარტო ქუჩებში, ეს არის სოციალური მედია, პარლამენტში ვნახეთ ეს დღეები ჩვენ ძალიან აქტიურად ჩვენ საათილობრივ წარმომადგენლებთან ერთად რეგიონებში ვიმყოფებით და თითოეული შეხვედრა სწორედ ესე წინასწარ დაორგანიზებული პროვოკაციებით და ძალადობის მცდელობებით მიმდინარეობს. ამიტომ ეს არის მთავარი იმის გარკვევა, რა ამოძრავებს ქართულ ოცნებას და რა თქმა უნდა ის რომ ყველა ძალადობა არის დასაგმობი და ზოგადად თქვენ ახსენეთ სასამართლო მიმდინარეობს ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში
საერთოდ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე საუბარზე მეტია. ხო, ყველა ჩვენ მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა ტიპის მართლმსაჯულება, რომელიც ამ ქვეყანაში აი ამ რეჟიმის პირობებში ხორციელდება, პირველ რიგში არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიკორძეებული. და დავალოდოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო და მე ამის შემდეგ უკვე მეტი სიცხადე იქნება ამ მიმართ. ხო, უშუალოდ მოქალაქეები, რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში მინდა ჩაგეკითხოთ და შემდეგ სხვა თემები, გუშინ თქვა, სხვა შორის თქვენი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ, რომ ის სტუმარ მასპინძლობასაც აქვს წითელი ხაზები, დღეს კი საქართველოში არსად იგრძნობა, რომ რუსეთი მტერია. მინდა კითხოთ, რითი შეიძლება აიხსნას უკვე ის, რომ რუსეთის მოქალაქეები მართლაც ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში, საკუთარ ქვეყანაში და მეტიც არის შემთხვევები, როცა ალბათ შეგვიძლია ამას თავგასულობაც უწოდოთ, თავგასულობას მათი მხრიდან არაერთ ქალაქში აქვს ადგილი, იქნება ეს თბილისი, ბათუმი თუ საქართველოს სხვა, ესე ვთქვათ, დიდი თუ პატარა ქალაქი და მეტიც არის შემთხვევები, როცა ადგილობრივების მიმართ მათი მხრიდან სიტყვებია ფიზიკურ შეურაცხყოფას აქვს ადგილი. აი ეს ზოგადად რუსული ქცევა, ვთქვათ, ყველგან სადაც ისინი ხვდებიან, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყვნენ თუ ამდენს მხოლოდ აქ და საქართველოში ბედავენ როგორ? ნუ რეალურად ესეც არის ერთ-ერთი გამოხატულება იმ რეალობის, რაშიც გვაცხოვრებს ქართული ოცნება, რამდენიმე ამბავია, ხო? პირველი რუსეთი არის ოკუპანტი და საქართველოს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პოლიტიკა, როგორ რა პოლიტიკას აწარმოებს ოკუპანტის მიმართ ყველა გამოვლენებაში, თუმცა აქაც ხედავთ, რომ ქართული ოცნება ერთის მხრივ ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ჩვენი პარტნიორების ლანძღვას, მაგრამ მეორეს მხრივ დუმს ანექსიურ პროცესებზე, დუმს ოკუპაციაზე, დუმს იმაზე, რომ აი რამდენიმე დღის წინ თვითონ ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, რომ გამარტივებული რეჟიმი, რომელსაც კრემლის თავაზობს მათ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, უფრო დაჩქარებულ რეჟიმში მიმართონ შესაბამის ორგანოებს, იმიტომ რომ აი ამ ანექსიური პროცესების ფარგლებში კი ყველა პროცესი დაჩქარდა და მათ შორის ეს ამაზე არანაირი გამოხმაურება ქართული ოცნების მხრიდან არ არის. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, და ჩვენი კოლეგაც გიორგიც ამას საუბრობდა, რომ მასწავლებლად ჩვენი დნმ-ის ნაწილია მიუხედავად იმისა, თუ რა ეროვნებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენი ქვეყნის ინტერესები არ უნდა დაიცვა და ის, რომ რუსეთის მოქალაქე ასე იქცევა, პირველ რიგში ანახავს იმას, რომ ქართული ოცნება პირველ რიგში არიცავს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს და მე შემდეგ უკვე აისახება აი ამ თავხედურ გამოვლენებაში და იმაში, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ამ ქვეყანაში, ვიდრე თვითონ საქართველოს მოქალაქე და ეს ყველაფერში აისახება უკვე ყველა მიმართულებით. ანუ ქართული ოცნება ერთის მხრივ აი ამ პოლარიზაციის ავადობის გარემო შექმნით ყველანაირ საარსებო მინიმუმ საარსებო უსაფრთხოების გარემოს უსპობს საკუთარ მოქალაქეს, მაგრამ ძალიან მარტივად ხედავთ, როგორ არის ახალისებული ეს რუსეთის მოქალაქეების ცხოვრება. სხვა აქტუალურ საკითხებს ქართულ თამარ, მათ შორის 10 თვიანი მოლოდინის შემდეგ, როგორც იქნა გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია 23 ივლისს გადასცემს გერმანიის პრეზიდენტს წონებათა სიგელს და რამდენიმე წუთი ამ თემაზეც გავჩერდეს. თავად გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული შესაბამისი ინფორმაცია. რა სიტყვით ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში საქართველოს ელჩად 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაინიშნა. წონებათა სიგელების გადაცემის მიზნით ქვეყნის პრეზიდენტთან შტაინმაიერთან შეხვედრას კი ისლამის 1 წლის განმავლობაში ელოდებოდა. აი რატომ ალოდინეს ჩვენი ქართველი დიპლომატი ამდენი ხნის განმავლობაში, როგორ ფიქრობთ და რისი თქმა უნდოდა ოფიციალურ ბერლინს ამ პროცესის საკმაოდ გაჭიანურებით? კი, აქაც ესეც კიდე ერთ-ერთი გამოვლინება ამ შემთხვევაში უკვე საგარეო პოლიტიკის, რომელიც ქართულ ოცნებას არ აქვს და პირდაპირ ყოველდღიურ რეჟიმში უყურებთ რა ტიპის საგარეო პოლიტიკა, რომელიც რეალურად არის ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკა. ეს 10 თვიანი, ესე ვთქვათ, ლოდინის რეჟიმი ძალიან ბუნებრივი რეაქცია იყო გერმანიის მხრიდან, როდესაც იმ რეალობაში და შევახსენებთ თქვენს მაყურებელს, ყოველდღიურ რეჟიმში ქართული ოცნება შეურაცხყოფას აყენებდა გერმანიის ყოფილ ელჩს საქართველოში და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არ იყო პირადი და პიროვნული შეურაცხყოფა, ხო, ელჩი საქართველოში და ნებისმიერ ქვეყანაში წარმოადგენს იმ ქვეყანას და იმ რეალობაში, როდესაც ქართული ოცნება არა მარტო გერმანიას, არამედ ზოგადად ჩვენ პარტნიორებს ესე
მძიმე შეურაცხყოფებს აყენებს და ყველაფერს აბრალებს. ხო, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი, რომ მათ მიერ წარგზავნილ და მე არ ვთვლი, რომ ის არის საქართველოს ერთი ის არის ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენელი. აი ამ ტიპის ესე ვთქვათ, კიდე კარგად ექცეოდნენ და კიდე უფრო პროტოკოლური და უფრო ესეთი მაღალი კულტურის მაჩვენებელია ის რეაქციაც, რაც გერმანიის მხრიდან იყო და თან ეს ხდება იმ რეალობაში, როდესაც დღეს მაგალითად ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ჩავიდა ბერლინში და ყველას კიდევ ერთხელ შევახსენებ, აზერბაიჯანი არ არის კანდიდატი ქვეყანა, რომელსაც სურს რომ გახდეს ევროკავშირის წევრი და ამ ტიპის ძალიან მაღალი დონის ვიზიტები აქვს იმ რეალობაში, როდესაც დღეს კობახიძე გაემგზავრა სინგაპურში, რაც თავისთავად რა თქმა უნდა პრობლემა არ არის სად მიდის კობახიძე, ანუ პრობლემა არის სად ვეღარ მიდის კობახიძე. ბოლო 2 წლის განმავლობაში ქართული ოცნების წარმომადგენლებს რო კითხოთ, არც ერთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან და მათ შორის ევროკავშირში. რატომ? იმიტომ რომ თვითონვე გააჩერეს ეს ყველაფერი. ამიტომ როდესაც ვადარებთ რას აკეთებს ქართული ოცნება, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში, რა გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების რეალობა, ძალიან ნათელია ყველაფერი. ხო, ანუ შიგნით შექმნეს ესეთი რეალობა, რომ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება აქვს შეზღუდული, უსაფრთხოდ გადაადგილების თავისუფლება აქვს შეზღუდული, გარეთ მთლიანად იზოლაციაში ვართ და ძალიან ნათელია რა ამოძრავებს ქართული ოცნების რეჟიმს. მე მგონი ამაზე კითხვის ნიშნები. კიდევ ერთი აუცილებლად მინდა ერთი კითხვის დასმა, ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პოზიციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო წესებზე არის საჭირო ქართულ ოცნებასთან დიალოგის გახსნა. მოისმენდით ახლახანი დაფუძნებული პარტიის ჯერ საქართველოს ლიდერმა ვიქტორ ყიფიანმა გააკეთა შესაბამისი განცხადება, ყველაზე რეალური, თანაბარი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გარკვეული წესების თავმოყრა და მართულ პარტიასთან სწორედ ამ წესებზე საუბარი იქნება. ოპოზიციამ კი უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზეო, ეს არის მისი ხედვა. თქვენი პარტია ის პარტიაა, რომელსაც სწორედ არჩევნებზე აქვს სწორება და ეს სწორება აქვს მიუხედავად იმ ვითარებისა, რაც ქვეყანაშია შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის საარჩევნო დღევანდელი საარჩევნო სისტემა და ასე ვთქვათ წესები მაინდა-მაინც სამართლიანად არ ფასდება. გითხარით მოკლედ, რას ფიქრობთ ამ ხედვაზე, რამდენად საჭიროა ქართულ ოცნებასთან დიალოგის და საუბრის დაწყება საკითხზე, რა წესებით უნდა ჩატარდეს მომავალი არჩევნები. კი ბატონო, აქაც რამდენიმე მომენტი მინდა გამოვყო. პირველ რიგში ამ ქვეყანაში პოლარიზაცია დაიწყო ქართულმა ოცნებამ და პოლარიზაცია ხელს უწყობს, პოლარიზაცია შექმნა ქართულმა ოცნებამ იმ ძალადობით, რასაც ახორციელებს მათ შორის საკუთარ მოქალაქეებზე. ამიტომ მე ამ შეფასებას ვერ მივიღებ ვერავისგან, ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისგან, რომ ხელი გაიშვიროს და ამ შემთხვევაში ოპოზიციას გადააბრალოს. ეს არის ქართული ოცნების და იმ რეჟიმის პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს მართავს ხელისუფლებას. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ ყოველთვის ძალიან თანმიმდევრული ვიყავით ამ მიმართულებით და ყოველთვის ვამბობდით, როდესაც გავიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან გააზრებული გვაქვს, ძალიან ნათლად გააზრებული გვაქვს რა ტიპის რეჟიმს ვებრძვით და მათი ინტერესი არ არის ამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი არჩევნების გზით, იმიტომ რომ ეს ქვეყანა კიდევ მეტ არეულობებს და რევოლუციებს ვეღარ გაუძლებს. სწორედ აი ეს რადიკალური სცენარი არის ქართული ოცნების რეჟიმის მთავარი დღის წესრიგი და სწორედ აი ეს 4 ოქტომბერი, რაც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად დაგეგმა და განახორციელა ქართულ ოცნებას, იმას ემსახურებოდა, რომ ერთის მხრივ ადამიანებს დაეკარგოთ არჩევნების მიმართულება და მეორეს მხრივ მთლიანად ეს ოპოზიცია დღესწესრიგი გადავიდეს რადიკალური დღესწესრიგი ითარგმნოს, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმშივე წინააღმდეგებით და ის რომ არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას და მიუხედავად იმისა, რა ტიპის საარჩევნო გარემო იქნება, ჩვენ ვაპირებთ ნებისმიერ შემდეგ და ამ შემთხვევაში გულისხმობ საპარლამენტო არჩევნებში მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ იმ ადამიანების ვთქვათ მოსაზრებები, რომლებიც ამ ეტაპზე შეიძლება იყოს გაყვებული და განსაკუთრებით შარშემდელი ბოიკოტის შემდეგ, როდესაც ოპოზიციური პარტიები ნაცვლად იმისა, რომ რეალურად გაეჩინათ უფრო მეტი სიმყარე და ოპტიმიზმი არჩევნებთან დაკავშირებით დადიოდნენ და ეუბნებოდნენ ადამიანებს, რომ არ მოხვიდეთ არჩევნებზე და დღეს უკვე ეს ადამიანები აქეთ გვიკითხავენ მორალს, რომ თურმე ის იყო შეცდომა და თურმე ეხლა უკვე უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი. ანუ ჩვენი გადმოსახედიდან ვართ თანმიმდევრულები, მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას ერთად სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ქმედებებზე და იმ სტრატეგიებზე. ამიტომ გვაქვს ძალიან მკაფიოდ გამიჯნული ის, რომ არ ვაპირებთ არც კოალიციების შექმნას და არც არავისთან ამ კუთხით პოლიტიკური, ესე ვთქვათ, თანამშრომლობა
განვითარებას, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვხედავდეთ რა ამოძრავებს აი თითოეულ პოლიტიკურ ორგანიზაციას. ევიდრო არ დაგვრჩა, ამიტომ ბოლოს კიდევ ერთი დავასრულოთ, ხომ მკვეთრი გადასვლა კი გამოგვდის პოლიტიკური საკითხებიდან, თუმცა მაინც უამინდობით გამოწვეულ პრობლემებსაც შევეხოთ უკვე გადაცემის ბოლოს ძლიერ მაწვიმამ, ვიცით რომ გუშინაც სერიოზული პრობლემების შექმნა ჩვენს დედაქალაქში, ისი ამსახველი კადრებიც მრავლად გავრცელდა სოციალურ ქსელში. მარტივად გითხავთ, აი რა გონიათ მიზეზები იმის, რომ ყველა ძლიერი წვიმა თბილისისთვის ხდება სერიოზული, საკმაოდ სერიოზული თავისუფლება. მეც მარტივად მოკლედ გიპასუხებთ, ეს არის კორუფცია. ეს არის კორუფცია და ეს არის არაკომპეტენტურობა. ჩვენი საუბარი დავიწყეთ იმით, რა რეალობაში გაცხოვს ქართული ოცნება და ესეც კიდე ერთი გამოვლენა იმისი, რომ საქართველოს მოქალაქეებს უკვე ეშინიათ ბუნებრივი მოვლენების, როგორც არის წვიმა, თოვლი, იმიტომ რომ პირველ რიგში ისინი მათ უწევთ იმაზე ფიქრი, როგორ გადარჩნენ და როგორ დაიცვან საკუთარი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და მერე შემდეგ უკვე როგორ იზრუნონ იმაზე, რომ ის ზარალი და ძალიან მძიმე ფინანსური ზარალი მათ აღგებათ არა მარტო თბილისში, ერთი კვირის წინ თელავში მოხდა იგივე, რამდენიმე თვის წინ სხვა რაიონებში და ეს არის მასიური პრობლემა, რომ ნებისმიერი ტიპის უხმნელებს უკვე კატასტროფის წინაშე დგება, იმიტომ რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს და უნდა მიმდინარეობდეს ისე როგორც ამ ქვეყანას სჭირდება და იმისთვის, რომ ამ ტიპის ბუნებრივი მოვლენება კატასტროფული შედეგები არ გამოიწვიოს, აი სწორედ აქ ხდება კორუფციული გარიგებები, გუშინ მაგალითად ხულოში ერთ-ერთმა ჩვენმა საკრებულოსებმა ძალიან ესეთი ღია მაგალითი გაასაჯარავა, როდესაც მშენებლობა დაწყებულია მაშინ, როდესაც ტენდერიც კი არ იყო დასრულებული, ხო? ყველა ტიპის ასეთ მშენებლობებზე და ყველა ტიპის ასეთ ტენდერებზე ქართული ოცნება აკეთებს ფულს. ერთის მხრივ ეს არის კორუფციის შედეგი და მეორეს მხრივ არის არაკომპეტენტურობის შედეგი. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობა ქართულ თამარ სტუმრობისთვის. დღეს ამით დავასრულოთ. თამარ კეკენაძე, პარტია გახარეს საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი. დღეს მოსრომი ამით დასრულებულია. ერთმანეთს ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.